თებერვლის პირველი სამუშაო კვირა ტრადიციულად საკმაოდ დატვირთული იყო როგორც ეკონომიკური, ასევე ბიზნეს სიახლეებით. დღეს პარასკევია და საქმიან საღამოში კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ სიახლეებს BFG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილესთან შოთა ტყეშელაშვილთან მიმოვიხილავთ. შოთა, მოგესალმები, დიდი მადლობა შენი დროისთვის. მოკლედ, პრინციპში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რაც საქართველოს ეკონომიკაში მოხდა, დაიწყო გუშინ, როცა აირჩიეს წევრები, სების საბჭოსი, ეროვნული ბანკის მმართველი ორგანოსი, ხოლო დღეს უკვე მიხეილ ყავლაშვილმა წარადგინა და დაამტკიცა პრეზიდენტად ნათია თურნავა. მოდი მოვყვეთ მთელი ამ ისტორიის შესახებ და ავხსნათ თუ რას ნიშნავს ეს ზემოხსენებული გადაწყვეტილებები. დიახ, მიმდინარე კვირა საკმაოდ სწრაფი იყო ეროვნული ბანკის მიმართ მნიშვნელოვანი ცვლილებებით. პრეზიდენტმა მიხეილ ყავლაშვილმა წარადგინა 4 კანდიდატი, რომლებიც ფაქტობრივად ერთ დღეში რამდენიმე საათში დაამტკიცა ქართული ოცნების პარლამენტმა. ამ კანდიდატებიდან საზოგადოებისთვის შედარებით ცნობადი არის ოთარ შამუგია, რომელიც წარსულში სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პორტფელს იკავებდა, ასევე შედარებით უფრო ცნობადი არის ეროვნული ბანკის ყოფილი აღმასრულებელი პრეზიდენტი ვახტანგ ბურკიაშვილი, ხოლო დანარჩენი ორი კადრი საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი იყო მათი წარდგენის მომენტში. თუმცა ისინი საკმაოდ სწრაფ ტემპში დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. ფაქტობრივად რამდენიმე საათში მოусმინა არც თუ ისე ბევრი კრიტიკული კითხვა გაისმა, თუმცა იყო სხვადასხვა შეკითხვები მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულმა ბანკმა როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს რეზერვების შევსებასთან მიმართებით, ასევე სხვადასხვა კითხვებით, თუმცა მთლიანობაში ოპოზიციის არყოფნის პირობებში მნიშვნელოვანი მკვეთრი კითხვები და დისკუსია ამ მიმართულებით არ დაფიქსირებულა და ფაქტობრივად ერთ დღეში მოხდა სების 4 ახალი წევრის დამტკიცება, ხოლო დღეს უკვე ეროვნული ბანკის საბჭომ დაამტკიცა და აირჩია ნათია თურნავა სების პრეზიდენტად და ფაქტობრივად ამ მხრივ სრული საკადრო ცვლილებები განხორციელდა ეროვნულ ბანკში. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ნათია თურნავას უკავშირდება მიმდინარე კვირაში, არის გიორგი ბაჩიაშვილის საქმე, რომელიც ბიტკოინებს უკავშირდება, კრიპტოვალუტების საქმითაც არის ის მოხსენებული, რომელშიც მოსარჩელი მხარე არის ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამ საქმის ფარგლებში მოხსენებული იყო ასევე ნათია თურნავა, რომელიც უნდა გამოიკითხოს სასამართლოს მიერ. მოდი მოვყვეთ რა განვითარება ხდება ამ პროცესმა მიმდინარე კვირაში. დიახ, მიმდინარე კვირაში საინტერესო ცვლილებები მოხდა ამ საქმესთან დაკავშირებითაც. ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ქართულ ბანკის დაჯარიმება მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია წარსულში კონფიდენციალური იყო, თუმცა ახლა გაირკვა, რომ ეროვნულმა ბანკმა 200.000 ლარით დააჯარიმა ქართულ ბანკი და ეს დაჯარიმება მოხდა 2023 წლის შემოდგომაზე. ეს უკავშირდებოდა სწორედ იმ სასესხო შეთანხმებას, რომელიც ქართულ ბანკმა გასცა გიორგი ბაჩიაშვილზე და ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება არღვევდა დაკავშირებულ მხარესთან ურთიერთობის დებულებას კომერციული ბანკისადმი, რაც არის დადგენილი და სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით მათ მოახდინეს დაჯარიმება. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად კრედიტი გაიცა 2015 წლის ზაფხულში, შესაბამისად ვიგებთ, რომ ეროვნული ბანკი მას შემდეგ, რაც აღნიშნული საქმის მსვლელობა დაიწყო, დაინტერესდა გიორგი ბაჩიაშვილის სახელზე გაცემული კრედიტით და ქართულ ბანკი დააჯარიმა და ამასთან სწორედ ეს დაჯარიმების ოქმი და დაჯარიმების მიზეზი ამჟამად გამოიყენება პროკურატურის მიერ გიორგი ბაჩიაშვილისადმი წარდგენილი ბრალის ნაწილში და აღნიშნულის თაობაზე გამოიკითხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, რომელიც სასამართლოს ხდომაში მიიღებს მონაწილეობას. და ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო განვითარება არის მოსალოდნელი, რადგან ეროვნული ბანკის მიერ ქართულ ბანკის დაჯარიმება ამჟამად უკვე პროკურატურის ერთ-ერთ არგუმენტად გამოიყენება გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, რაც დაახლოებით 900 ბიტკოინის საქმეს უკავშირდება, რომლის ღირებულებაც დღეს $900 მილიონი.
შოთა ასევე მიმდინარე კვირის განმავლობაში გავრცელდა სტატისტიკა DGG-ს შენატანის შემცირებასთან დაკავშირებით ბიუჯეტში, რაც თავისი არსით არის უცნაური მოვლენა, რადგანაც როგორც წესი ყოველწლიურად DGG-ს შენატანი იზრდება, რადგანაც ბიზნესების ბრუნვა იმატებს, მაგრამ იანვარში დაფიქსირდა კლების ტენდენცია და მოდი მაყურებელს ავუხსნათ, რამ განაპირობა ეს კლება და ზოგადად რაზე მიუთითებს ეს ეკონომიკური მოვლენა. დიახ, უკვე გამოქვეყნდა წინასწარი მონაცემები თუ რა გადასახადები, რა მოცულობით შევიდა იანვრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში, საიდანაც ირკვევა, რომ DGG-ს სახით აკუმულირებული თანხა იყო 806 მილიონი ლარი, რაც 7 მილიონი ლარით, ანუ 1%-ით ნაკლები არის 2024 წლის იანვართან შედარებით. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჯერჯერობით იანვრის ეკონომიკური აქტივობის შესახებ სხვა სტატისტიკური ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რადგან DGG დაკავშირებულია პირდაპირ ეკონომიკურ აქტივობასთან, ანუ ფაქტობრივად ყოველი ეკონომიკური ტრანზაქციიდან დაახლოებით 18% მიდის DGG-ში, აქედან გამომდინარე, ეს შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ქვეყანაში იანვარში შემცირებული იყო ეკონომიკური აქტივობა და ამასთან დაკავშირებით არაერთმა ეკონომისტმა უკვე გამოთქვა საკუთარი პოზიცია, რომ ეს შესაძლოა მიმდინარე წელს აქტივობის და საერთოდაც კრიზისის პირველი ნიშნები იყოს, თუმცა ჯერჯერობით სხვა დამატებითი სტატისტიკური მონაცემები იმასთან მიმართებით თუ უშუალოდ რამდენად გაიზარდა იანვარში ეკონომიკა ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა საგულისხმოა ის, რომ ყოველ წინა წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას მაინც აჩვენებდა DGG-ს სახით ბიუჯეტში შესული თანხა ყოველთვიურად და მიმართულებით წელს კლება დაფიქსირდა. შოთა, დიდი მადლობა შენ დროისთვის, საინტერესო მიმოხილვისთვის, რაციულად გამოდგა საინტერესო კვირა ქართული ბიზნესისა და ეკონომიკისთვის. საქმიან საღამოში BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ტყეშოვაშვილი გვერდებოდა, რომელთანაც კვირის მთავარი მოვლენები მიმოვიხილეთ, რომელთა შესახებ საქართველოში გავიგებთ.